ყოფილიყო დიდი საფრთხის წინაშე ვართ. დიდი საფრთხე ბინადმშენებლობის პროცესში. რაღაც არ მომწონს. როგორ კონტროლდება სამშენებლო მასალის ხარისხი? ხევანდელი მდგომარეობით ეს არ კონტროლდება. რა პროფესიის ადამიანები არიან დასაქმებულები სამშენებლო სფეროში? ისე წამიერად მოხდა ეს ჩამონგრევა, რომ აი გაქცევასაც და იმასაც ვერ მოვასწრებდი. აი უცებ წამში მეგონა სახლი უკვე აღარ არსებობდა. ონიაშვილის ქუჩის მცხოვრები მარიამ თავაძე აქ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ძლიერი ქარისგან მშენებარე სახლის კედლის ნაწილი ჩამოიშალა. კორპუსს, რომლის მშენებლობამაც 1 წლის წინ მეზობელი სახლი დააზიანა, ამ დროისთვის უკვე ახალი მცხოვრებლები ჰყავს. ის მეშვიდე სართული იყო მთლიანად გადმონგრეული ეს კედელი. აი ეს ხარე. და ესეც სავსე იყო ბლოკებით. მერის ზედამხედველობის სამსახურმა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მშენებლობა დროებით შეაჩერა. არა მარტო იმ დღეს მთელი მშენებლობის პროცესში რკინის საგნები, რაღაც მასალები, ქვები, ყველა ბლოკები, ეს ყველაფერი ჩვენთან ცვიოდა. ნგრევით გამოწვეული ზიანი იმ დარღვევების მცირე ნაწილია, რომელზეც ონიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საუბრობენ. მეზობლებმა მერის მიერ გაცემული დოკუმენტის გვიჩვენეს, რომელშიც არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭო ნაკვეთის წინამფლობელს ამ ადგილას 14 მეტრის სიმაღლის შენობის აშენებაზე უარს ეუბნება. კიდევ ერთი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზუსტად 1 თვის შემდეგ იგივე საბჭომ გადაწყვეტილება შეცვალა და იმავე ადგილას ორჯერ უფრო მაღალი კორპუსის აშენების ნებართვა გასცა. ამას შევედით. ონიაშვილის ქუჩის მცხოვრები გურამ გოგია ამბობს, რომ მშენებლობის პროცესმა მის საცხოვრებელ სახლსაც სერიოზული ზიანი მიაყენა. ვიბრაციები ისეთი გეგონება მიწისძვრა იყო რა. ესე იგი დაზიანდა სახლი, დაიბზარა. აი მოვიყვანე ექსპერტი და შეიძლებოდა თუ არა რომ აი ეს ბზარები, ეს დაზიანება შენობის გამოწვეული ყოფილიყო იმ მშენებლობიდან. ცალსახად, რა თქმა უნდა შეიძლებოდა და დამიწერა კიდევაც ესეთი დასკვნა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული რამდენიმე დასკვნა გვიჩვენა საინვესტიციო კომპანიის დირექტორმა. დასკვნაში ნათქვამია, რომ მეზობელ შენობებში წარმოქმნილი დეფორმაციები 2002 წელს თბილისში მომხდარ მიწისძვრას უკავშირდება. ჯერ გარკვეული თანხა დაასახელეს. თავიდან თანახმა ვიყავით დაახლოებით ამ თანხის გადახდაზე, თუმცა მათ ფასი უცებ მკვეთრად გაზარდეს. მე კიდევ ერთხელ მოვიწვია ექსპერტების სამხარაულიდან და ვთხოვე მოეცათ ჩემთვის დასკვნა. ამ დასკვნების მიხედვით თუ ბლოკების ჩამოვარდნას არ ჩავთვლით, მე სახლები არანაირად არ დამეზიანებია. კომპანიის დირექტორს მშენებარე კორპუსის კედლის ჩამონგრევის მიზეზებსაც ვკითხეთ. როგორც ჩანს, სამშენებლო კომპანიამ ვერ გაითვალისწინა, რომ თბილისში ასეთი ძლიერი ქარი შეიძლება იყოს. 7 რიცხვში საღამოს ძალიან ძლიერი ქარი იყო. ამის გამო მუშაობა დროებით შეჩერდა. როგორც ჩანს, დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები იყო ჩასატარებელი და მათ ბოლომდე არ გააკეთეს ეს. ონიაშვილის 14-ის საქმე სამოქალაქო წესით სასამართლოში დაახლოებით 1 წლის წინ შევიდა. მოქალაქეების განცხადებისა და აუდიტის დასკვნის საფუძველზე საქმეზე პროკურატურამაც უნდა იმსჯელოს. რას ითვალისწინებთ, როდესაც ახალ აშენებულ სახლს ყიდულობთ? რამდენად ანიჭებთ მნიშვნელობას მის უსაფრთხოებას? კითხულობთ თუ არა სამშენებლო მასალის ხარისხს, ბეტონის სიმტკიცეს, არმატურის გამძლეობას, ნახულობთ თუ არა პროექტს. იცით თუ არა როგორ გრუნტზე არის აშენებული თქვენი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ან თუნდაც გათვლილია თუ არა სეისმურ მდგრადობაზე. იმის ფონზე, რომ დღეს სამშენებლო სფეროში ყველანაირი პროფესიის ადამიანი შეხვდებით, იქნება ეს ექიმი, ჟურნალისტი, ეკონომისტი, იურისტი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რამდენად გქლობთ ინფორმაციას, ვის მიერ არის აშენებული თქვენი საცხოვრებელი კორპუსი და რამდენად იღებდა მის მშენებლობაში მონაწილეობას პროფესიონალი თუ არა ამ სფეროში გამოცდილი ადამიანი მაინც. და გარანტია გვაქვს საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოებაზე მაშინ, როდესაც კონტროლის მექანიზმი ფაქტიურად არ არსებობს, პასუხისმგებლობა კი მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2006 წლიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი სახლისა და კორპუსის მშენებლობაზე 35172 ნებართვა გაიცა. მშენებლობის დაწყების მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით 2010 წლისთვის იზრდება. ამ წელს მშენებლებმა 3000-მდე ნებართვა აიღეს.
2015 წლის 9 თვის მონაცემებით კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ 5032 საცხოვრებელი სახლის პროექტი დამტკიცდა. რაც შეეხება დასრულებულ მშენებლობებს, აქ სურათი რადიკალურად განსხვავდება. 2015 წლის სექტემბრისთვის 35000-ზე მეტი დაწყებული მშენებლობიდან დასრულებული მხოლოდ 8018 საცხოვრებელი სახლია. დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობით მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარია ქალაქის მუნიციპალიტეტში მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარადგინოს. მშენებლობის პროექტის, კონსტრუქციის ექსპერტიზის, ფასადის ვიზუალის და კიდევ რამდენიმე ტექნიკური საკითხის შეთანხმება და თქვენ მშენებლობის დაწყების უფლება გეძლებათ. ამის შემდეგ ერთადერთი პასუხისმგებლობა მაკონტროლებლის წინაშე პროექტის ფასადის ზედმიწევნით შესრულება. სხვა ბერკეტის სახელმწიფოს მშენებლობის მიმართ აღარ გააჩნია. კერძო მშენებლობაზე თითქმის არ არის კონტროლი. თითქმის არ არის. ეხლა რა არის ეს? აწარმოებენ კონტროლს, იმასე რომ ფანჯარა 5 სანტიმეტრით მეტი განიერია თუ მოკლეა. აი ამას გიწერენ და 4000 ლარი ჯარიმა ამაზე მოდის, მაგრამ თვითონ იმაზე თუ რა ხარისხით შენდება, ამის კონტროლი ძალიან სუსტად არის განვითარებული. ხარისხიანად ჩვენთან დამაკმაყოფილებელი ხარისხით არ შენდება შენობები. თუ რა სტანდარტის მიხედვით არის კონკრეტული მშენებლობის გაანგარიშება გაკეთებული და როგორი ხარისხის სამშენებლო მასალით უნდა აშენდეს საცხოვრებელი კორპუსი, თითოეული მშენებლობის კონსტრუქციული პროექტის განმარტებით ნაწილშია აღნიშნული. მასალის ჩამონათვალში კი მაგალითად ბეტონის კლასი, არმატურის წარმომავლობა, ბლოკის სიმტკიცე და ყველა იმ სამშენებლო მასალის სტანდარტი უნდა იყოს მითითებული, რომელიც შენობის დასრულებამდე უნდა გამოიყენონ. ასეთი ჩამონათვალი თითქმის ყველა პროექტში დევს, თუმცა რამდენად ზედმიწევნით სრულდება პროექტი და გამოიყენება თუ არა ზუსტად ის სამშენებლო მასალა მას აღარავინ ამოწმებს. შენობის მდგრადობა და უსაფრთხოება კი პირდაპირ კავშირშია სამშენებლო მასალის ხარისხთან. გამარჯობათ. მინდა ჩავატარო ექსპერიმენტი და რამდენიმე კონკრეტული შენობის ბეტონის სიმტკიცე შევამოწმო. ამისთვის თუ არის შესაძლებელი რომ დამითმოთ აპარატურა, რითიც მე შევძლებ ამის შემოწმებას. კი, შესაძლებელი არის. წამოვძანდით. ესე იგი, ჩვენ გვინდა ურღვევი მეთოდით გასინჯვა. ეგრევე ადგილზე ვერ შევამოწმოთ ყველანაირი ის გარეშე. ეს არის ჰამერის ჩაქუჩი, რომელიცაც შეგვიძლია დავადგინოთ ბეტონის მარკა კონსტრუქციაში. სპეციალურ ჩაქუჩს, რითიც ბეტონის სიმტკიცე იზომება, ცდომილება 10 თუ ისე მცირე აქვს. მშენებლობის პროცესში მას ხშირად იყენებენ, თუმცა ბეტონის ხარისხის ზუსტი სტანდარტის დადგენას განსხვავებული ლაბორატორიული კვლევა სჭირდება. ამ ხელსაწყოთი კი თუ ინსტრუქციას ზუსტად მიყვები, უკვე აშენებულ შენობაზე გარკვეული ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდება. აი თითი აი აქ მომიტანილი გაქვს და ეხა აწვევი. და დააჭირე ეხა კნოპკას და ჩაკეტა. всё, გამოიტან. ეხა უკვე ოპა. და აგერ დაეწერა. ავიღეთ ჩაქუჩის სახეხი, ეხლა წავალთ და შევამოწმოთ რამდენიმე შენობას ბეტონის სიმტკიცაზე. ნახოთ რა გამოგვივა. პირველად ჩაქუჩის გამოსაცდელად საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსთან მივედით. ეს ახლა რო გავზომოთ 40 ავიყვანოთ. აქ გამოვიდა სადღაც 314 მარკა. საკმაოდ მაღალი გამოვიდა ამის მაჩვენებელით. სადღაც 250 მარკა გამოვიდა. ბეტონის სიმტკიცე საქართველოში გავრცელებული სტანდარტით, მარკებით იზომება. ძირითადად მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები 300-დან 400 მარკამდე ბეტონით უნდა აშენდეს. რაც უფრო დაბალია ბეტონის სიმტკიცე, მით უფრო მაღალია შენობის დაზიანების რისკი.
ვინც ამზადებს აუშვათ ბეტონს, ესე იგი ქვიშის სტანდარტი ძალგი არის, სამშენებლო ღორღის სტანდარტი ძალგი არის, წყლის სტანდარტიც კი არის, როგორ უნდა გამოიყენო იქ და არმატურაზე აღარ არის საუბარი. მაგრამ ეს ყველაფერი მოიშალა ეს. წავიდა ისეთი ფალსიფიკაცია, რომ მთელი 10 წლის განმავლობაში თბილისი შენდებოდა ასეთი ფალსიფიცირებული, აი ყოველგვარი უკვე შემოწმებების გარეშე დამზადებული და ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენ კათედრასთან ერთად შევამოწმეთ ჩვენ თბილისში აქ 40 ობიექტი შევამოწმეთ ერთ დღეში. უნდა ყოფილიყო საპროექტო მარკა 300, ყველგან გამოვიდა 150 და უფრო ნაკლები, ორჯერ უფრო ნაკლები და ერთ ადგილზე გამოვიდა ერთ ობიექტზე როცა გამოვიდა და ნახეთ რომ იქ იყო 100-ზე ნაკლები, 80-ზე იყო ჩამოსული ეცე და 80-ზე ნაკლები რო იყო, ის შენობა დღეს დგას? დღეს დგას და ხალხი ცხოვრობს შეჭრა. რა მარკის ბეტონით შენდება საცხოვრებელი კორპუსები, ამას ერთადერთი მაკონტროლებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური არ ამოწმებს. სამშენებლო მასალის ხარისხის კონტროლი ბინადმშენებლობის პროცესში კანონმდებლობით არ რეგულირდება. თუ მერიის სამსახური არ ახორციელებს არანაირ კონტროლს, როგორ დგება ეჭქვეშ მისი ხარისხი, მშენებლობის ხარისხი? ვიზუალურად ამ შეიძლება იყოს სიტუაცია ისეთი, რომ ანუ რაღაც ან ჩამოინგრეს, ან ჩამონგრეს პირას იყოს და ამ შემთხვევაში უკვე თხოვთ შესაბამის საექსპერტო დასკვნას უსაფრთხოების თვალსაზრისით წარმოსადგენად. ვიზუალურად თქვენი თანამშრომლები დადიან და ვიზუალურად ათვალიერებენ შენობას ხომ არ ინგრევა? ანუ უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კი რა თქმა უნდა. პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება ობიექტების როგორც თქვი უკვე და ამასაც ვაკონტროლებთ. მაგრამ ის რა არმატურით შენდება კონკრეტული შენობა, რომელზეც არქიტექტურის სამსახურს აქვს ნებართვა გაცემული. რა ცემენტით, რა ბლოკით, ვინ აშენებს? ამაზე ზედამხედველობა რამე ეტაპზე ხორციელდება? ამაზე, როგორც ვიცი, საკანონმდებლო კუთხით მუშაობა მიმდინარეობს, აპირებენ ცვლილებს. დღევანდელი მდგომარეობით ეს არ კონტროლდება, იმიტომ რომ არ ითვალისწინებს ამას კანონი. ბეტონის ნიმუშის აღება სპეციალურ ყალიბებში სამშენებლო მოედანზე ხდება. ამის შემდეგ მასალა 7 დღის განმავლობაში სპეციალურ ტემპერატურაზე ინახება. შემდეგ კი მისი გამოცდა ხდება. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ბეტონს თითქმის ყოველდღე ამოწმებენ. ყველაზე ხშირად დაკოთას სახელმწიფო ობიექტების მშენებლობიდან იღებენ. თუმცა ლაბორატორიულ ანალიზს საკუთარი სურვილით კერძო ბინადმშენებლობებიც აკეთებენ. ზანიმუშის არსებობის შემთხვევაში კვლევის პროცესი რამდენიმე წუთს გრძელდება. უბრალოდ ჯერ შევახეთ ზედაპირი ნიმუშს და დავაფიქსრეთ უძრავად არის უკვე. დატვირთვის სიჩქარე მივუთითოთ 0.5 და მიწავიდა დატვირთვა. წნეხმა დაგვიფიქსირა მაქსიმალური ნიმუშის სიმტკიცე, სადაც მოცემული გვაქვს რღვევი ძალა და მივიღეთ სიმტკიცე, რაც გვაინტერესებს 51.3 მეგაპასკალი. ამ შემთხვევაში ლაბორატორიაში შემოწმებული ბეტონი საკმაოდ მაღალი კლასის აღმოჩნდა. თუ მასალის ამგვარ შემოწმებას სამშენებლო კომპანია არ გააკეთებს, შენობის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ახლა აშენებულ შენობებს რატო უნდა კონდეს ბზარები? რატო უნდა კონდეს დეფორმაციები? აი უამრავი შენობა გდანში, მუხიანში, თუ კიდე ჩვენ ახლო საბურთალოზე, რომელიც აშენდა 5-10 წლის წინ და აქვს ბზარები. ამისადა მაგალითები უამრავი აქვს. მიზეზი რა არის ძირითადად ამ ბზარების? უხარისხობის. ბზარები აქვს გაჩენილი ერთ-ერთ ძვირადღირებულ და პრესტიჟულ სახლს ვაკეში. მეზობლების განცხადებით, თუ მათი კორპუსის ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ბინის გაყიდვის სურვილის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს სახლი შენდებოდა, კვადრატული მეტრი 2500 ამერიკული დოლარი ღირდა. ეს ესე უცებ დაიწყო? არ ვიცი, შემამჩნია ესე და მე მეგონი გაღრმავდა ცოტა, ზემოთ ავიდა. ეს იზრდება თუ მეტი გათავდა იქ ზემოთ მე სანდოგაიზა გაზრდილია ბოლომდე. თუ წამოვა დაბლა წამოვა, მაგრამ მე არ ვიცი ეს დახსროს არ არის ძირითადი კედელი, მაგრამ მე მახსოვს რომ ჩვენ ეს ვერუსად ვერ გავწიეთ. ცოტა უფრო საყრდენი იყო. გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2015 წლის ივნისიდან მიმდინარეობს. მშენებლობას ტარიელ ხიზანიშვილი ხელმძღვანელობს. გამოცდილებით იცის, რომ უკრაინიდან შემოსული არმატურა მაღალი ხარისხისაა. ამიტომ დამატებითი ლაბორატორიული კვლევა აღარ სჭირდება. მით უმეტეს, რომ კანონმდებლობით არმატურის ექსპერტიზა არც მოეთხოვება. ამ არმატურას თქვენ ამოწმებთ სანამ გამოყენებას? შემოწმება ეს უკვე შემოწმებული მოდი და ჩემი შემოწმება არის ეს რომ არის გამოშვებული არის აგე უკრაინა აწერია უყურეთ made in Ukraine.
ხო, მაგრამ ეს რომ უკრაინულია, თქვენ უკვე გაძლევთ. აი იმის აბუძა, რა თქმა უნდა. შენებელი პასუხისმგებელია მხოლოდ დამკვეთის წინაშე. სხვა მაკონტროლებელი მას არ ყავს. ამიტომ თითოეული დეტალი დამკვეთთან თანხმდება. თქვენ ვინმე გამოწვევთ ამაზე? თქვენი საკუთარი დამკვეთის გარდა. არა, ლაბორატორია ხო არა. ხო, ეს თქვენი ინიციატივა. არა, ინიციატივა დამკვეთის ინიციატივა. ხო. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი დამკვეთის წინაშე. რა თქმა უნდა. და დამკვეთი პასუხისმგებელია. ნუ ამას სახელმწიფოს წინაშე. ხო, და ეს მეორე ეტაპი არის, რომელიც მე ეს უკვე იმათ ნავკითხოთ უკვე ალბათ რა. საფრთხის წინაშე ვართ, როგორ გქონდა? მე ვთვლი რომ დიდი საფრთხის წინაშე ვართ. შესაძლებელია მივიღოთ ნგრევები შენობის. კი და არა მხოლოდ ძველ შენობებზე, რომელიც ისედაც ავარიული და ამორტიზებულია, არამედ ახალ შენობებშიც კი. და ჩემი კოლეგების ეჭვების და ვარაუდების დონეზე, რაც ვიცი, რომ ახალ საბინაო ფონდში უფრო მეტი ნგრევა შეიძლება იყოს, ვიდრე ძველში. ალექსანდრე ველიჯანაშვილი მშენებლობის დარგში ინსპექტირების ორგანოს წარმოადგენს, რაც აკრედიტებულ საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნის შესაბამის ინსპექტირებას ახორციელებს. ინსპექტირების ორგანოს მიერ ბოლო წლების მანძილზე ექსპერტიზა არაერთ შენობაზე ჩატარდა. ახალაშენებულ საბინაო ფონდში შემოწმებისას მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ამ შეაშენებულ შენობას, რომელსაც არავინ არ აკონტროლებს, არავინ არ იბარებს, არავინ არ ახორციელებს შემოწმებას, არც სამშენებლო მასალებზე, არც მშენებელზე, არც თვითონ პროცესზე, რა დარღვევები აქვს ხოლმე? ყველაზე ხშირი რა არის? ყველაზე ხშირი არის გამოვყოფდი ორ ნაწილს დარღვევების. პირველი რაც ჩვენ შევხვედრია პრაქტიკაში და ჩემ კოლეგებს, ეს არის შესრულების ხარისხი, ანუ მასალა იყო საწყისად კარგი, ქარხანამ მიაწოდა კარგი ბეტონი, კარგი არმატურა იყო, მაგრამ მისი შესრულება და ობიექტზე ბეტონის ჩალაგება და არმატურის ჩალაგება შესრულებული იყო უხარისხოდ, არ იყო სათანადოდ მოვლილი და ის გამოუსადეგარი გახდა შემდგომ შენობისთვის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით დაახლოებით 457,000 ტონამდე არმატურის იმპორტი განხორციელდა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე ამ სამშენებლო მასალის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა უკრაინაა. რაც შეეხება ცემენტს, ამავე პერიოდის განმავლობაში საქართველოში 2 მილიონამდე ცემენტი შემოიტანეს. ამ შემთხვევაში 5 წლის განმავლობაში ცემენტის იმპორტით თურქეთი და სომხეთი ლიდერობენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოება უფრო და უფრო ფართოვდება. თუკი 2011 წელს 1,5 მილიონი ტონა ცემენტი დამზადდა, 2015 წლისთვის ადგილობრივი წარმოება 2 მილიონ ტონამდე გაიზარდა. 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ქართულმა საწარმოებმა 800,000 ტონამდე არმატურა დაამზადეს. არმატურა მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. რადგან ხარისხის შემოწმება სავალდებულო არ არის, უმეტეს შემთხვევაში გაურკვეველია, რამდენად შეესაბამება სტანდარტს ის მასალა, რითიც მშენებლობები სრულდება. აცავა დიდი ბოდიში და ატარა არმატურის მონარჩენი ხო არა გაფმისებს. არმატურის ნიმუშებს თბილისის სხვადასხვა მშენებლობიდან ვიღებთ. ჩვენთვის უცნობია როგორც მასალის წარმომავლობა, ასევე მისი ხარისხიც. არმატურები. გაინტერესებს ამ არმატურის შემოწმება როგორც გაღუნვაზე, ისე კლასზე. არმატურის შემოწმება თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გაჭიმაზე და კლასის დადგენაზე გაკეთდება. პროცედურა დიდ დროს მოითხოვს, თუმცა კვლევის დასრულების შემდეგ უკვე ზუსტად გვეცოდინება, გამოიყენება თუ არა შესაბამისი კლასის არმატურა ჩვენს მიერ შერჩეულ მშენებლობაზე. შესაბამისი მონაცემების სპეციალურ პროგრამაში შეყვანის შემდეგ ცნობილი ხდება არმატურის კლასი. ჩვენს მიერ შემოწმებული არმატურა სამივე შემთხვევაში A500 კლასის აღმოჩნდა, რაც მაღალ სტანდარტად ითვლება და ყველანაირ მოთხოვნილ ნორმებს აკმაყოფილებს.
კონკრეტული ნიმუშები უნდა გავღუნოთ 90 გრადუსზე, ანუ უნდა მივაღებინოთ მათი კუთხე. იგივე არმატურის ანალიზით უნდა გავარკვიოთ, როგორ მუშაობს 90 გრადუსიან ღუნვაზე. თუ მასალას ვიზუალური დათვალიერებით ბზარიან სხვა სახის დაზიანება არ აღმოაჩნდა, ის ვარგისად ითვლება. საბოლოოდ ჩვენს მიერ შემოწმებულმა არმატურამ სტანდარტის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ძირითადად აკმაყოფილებს, მაგრამ რა თქმა უნდა არის ჩავარდნებით უფრო მეტად დაახლოებით 80-85% ალბათ აკმაყოფილებს მონაცემებს. 15%? ნუ არის რაღაც შემთხვევები, როდესაც ჩავარდნები აქ ყველა კომპანიას არა თვითონ დამკვეთი ვინც არის, აი ვინც მომწოდებელი, როგორც ქართულს ასევე უცხოურ. ლაბორატორიაში შემოწმებული არმატურის უმეტესობა ვარგისიანია, თუმცა მიმდინარე მშენებლობებიდან რამდენი ობიექტი აწარმოებს არმატურის ლაბორატორიულ კვლევას, ამაზე არც სტატისტიკა და არც სხვა სახის მონაცემი არ არსებობს. ითხოვს თუ არა სახელმწიფო, რომ ჩატარდეს თუნდაც სამშენებლო მასალის ლაბორატორიული კვლევა, რამე ეტაპზე მაინც. ან დასაწყისში, ან შუაში, ან ბოლოში გაისინჯოს და სერტიფიცირება ქონდეს იმ სამშენებლო მასალას, რითიც კონკრეტული სახლი შენდება. ამას მოთხოვნა თუ არსებობს? მოთხოვნა არ არსებობს. საკანონმდებლო დონეზე ამის მოთხოვნა არ არსებობს, არც ზებრის დონეზე არსებობს ამის მოთხოვნა, იმიტომ რომ არ არის ეს რეგულირებული კანონის მიხედვით და შესაბამისად მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები, რასაც ახორციელებენ, არის ის არქიტექტურული კონტროლი, არქიტექტურული ზედამხედველობა. არ ავალიათ მათ ხარისხის კონტროლი. ეს ლაბორატორიაში შემოწმებული მაგს ბეტონი, ლაბორატორიაში შევამოწმე არმატურა. კი, ეს ანუ როდესაც ამას ამბობენ მშენებლები, თავისთვის აკეთებენ ამას? თავისთვის ამბობენ და თავიანთი ანუ აქ არის კიდევ შემდეგ მეორე უბედურება, ესე იგი რა. როდესაც 20 წელიწადზე მეტი არის, რომ თბილისში და საერთოდ საქართველოში აშენებული საცხოვრებელია საერთოდ არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სეისმომედეგობაზე. ეს არის უბედურება, ესე იგი რა. ეს ამერიკული აპარატი არის, საკმაოდ მაღალი ხარისხის. ისთვის გამოიყენება ძირითადად ეს აპარატი? გამოიყენება, თქო, არაერთგვაროვნების მოსაძებნად, თქო, რაღაცა გარემოში, ან თუნდაც ახლა მაგალითისთვის ბეტონი არის ერთი გარემო, არმატურა არის მეორე გარემო და აი ამ სხვადასხვაობას პოულობ. კიდევ ერთ კვლევას ბეტონის მდგრადობაზე და მზით კოლონებში არმატურის განთავსების სიხშირეზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების დახმარებით ვაკეთებთ. იგივეა? ანუ თითქოს აქაც რაღაცა ეს თეთრებს უყურებ რა. ხო, არმატურა უნდა იყოს? არა, არმატურას ეს არ აღიქოს ხოლმე. აი საინტერესოა ეს დამუშავებით რა გამოჩნდება ამაში, იმიტომ რაღაც არ მომწონს ეს. იქ-სხვანაირად იყოს. სიცარიელეები. შეიძლება სიცარიელე იყოს, ხო? შეიძლება არ იყოს. ხო, ზუსტად ხო გავიგებთ დამუშავების. კი, დამუშავების გავიგებ ზუსტად აი რომელ წერტილში იყო, ხო, სად იყო რა. ბეტონის კოლონების რენტგენული კვლევა სპეციალური გეორადარის საშუალებით სულ 3 შენობის ცალკეულ მონაკვეთზე ჩავატარეთ. პირველად იმ მონაცემები არასახარბიელო აღმოჩნდა. ბეტონის კოლონებში აპარატმა სიცარიელე დააფიქსირა. არა, ეს სიცარიელე იწყება 40 სანტიმეტრის მერე. ანუ ეხლა დაახლოებით აქ, აბა ცოტა იქით გაწიე. და ნელ-ნელა გამოუღება. აი ეს რაღაცა დაინახა ეს. ანუ ეს სიცარიელე. არა, ეს ახლა სიცარიელე თუ რაღაცა სხვა არის, ანუ ბეტონი არ არის, ხო? რად არის გამოყენებით უკვე დავასრულეთ ამ მშენებლობის შემოწმება. ორ დღეში მონაცემების დამუშავების შემდეგ უკვე ზუსტად გვეცედინება რა მდგომარეობაშია შენობა. გეორადარით ჩატარებული სკანირება, რაც ელექტროტალღების საშუალებით კონკრეტული მშენებლობის იატაკსა და კოლონებზე გავაკეთეთ, პირველად მონაცემებს დაემთხვა. დამუშავების შედეგად რაც ჩანს, რეალურად აი ხარასაც უყურებთ სურათზე, თვითონ არმატურის ხარისხი ნუ არ არის ამაკმაყოფილებელი, ხო, თქო, ერთგვაროვნება შენარჩუნებულია. მე რამდენადაც უყურებ, უბრალოდ ეს არის არეკლები, რაც შეიძლება თქვა არმირებიდან გამომდინარე იყოს, მაგრამ არმირების ერთგვაროვანებაზე მეჩნდება ეჭვი, მე მგონი არასრულფასოვანი სურათია, ან არმირების გადაბმები, ან არმირების წერტილებია არაერთგვაროვანი. ეს არის 1, 2, აი დაახლოებით იგივე უნდა იყოს, ეს პატერნი უნდა იმეორებდეს ამას და ანალოგიური სურათი უნდა გქონდეს აქაც. მე მგონი მემთხვევა, ხო? კი. ამ შემთხვევაში ემთხვევა. უბრალოდ არ ვიცი ხა მხრივ უფრო
უფრო ინჟინრის ეს იქნება საინჟინრო საკითხი. პრეროგატივა არის უბრალოდ ბეტონის ხარისხის და სამარკის გადადგენა არა. იმის ანალიზი რამდენად საკმარისია კოლონებში მოთავსებული არმატურის სიხშირე და რა დიამეტრის რკინაა გამოყენებული კონკრეტულ ობიექტზე კიდევ დამატებით ექსპერტიზას საჭიროებს. ასევე საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად შესაბამის ლაბორატორიაში უნდა გადაისინჯოს ბეტონის სიმტკიცე და შემოწმდეს თითოეული კოლონისათვის მზიდი კედლის ხარისხი. რადგან ჩვენს ქვეყანაში ერთიანი კონტროლის სისტემა წლებია მოშლილია, სრული სურათის წარმოდგენა მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე სამშენებლო მასალის ხარისხთან ერთად არც მშენებლობებზე დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ან გამოცდილების შემოწმება არ ხდება. ყველაზე დიდი საფრთხე დევს კვალიფიკაციის აწევაში. ესე იგი, კვალიფიცირებული მუშებიც უნდა ყავდეს კვალიფიცირებული. დღეს ვინ აშენებს ამ ტენს? ვინ აშენებს სოფლიდან ჩამოსული კარგი ვაჟკაცები. რომელსაც არ აქვს არანაირი პრაქტიკა მიღებული მშენებლობის. ერთმანეთის შეხედვით ნასწავლი რაღაც, აი ის როგორც აშენებს, ისე უყურებს ამას, მაგრამ ის იმას კვალიფიკაცია აქვს თუ არა, ესაა დასადგენი. კანონმდებლობა არეგულირებს თუ არა, ვინ უნდა მიიღოს მშენებლობის პროცესში მონაწილეობა. უნდა იყოს ეს უბრალოდ ნაცნობობით და ჩვენი პირადი შეხედულებით კარგი გამოცდილების მქონე ადამიანი, თუ ის უნდა იყოს სერტიფიცირებული თანამშრომელი? არა, სერტიფიცირებას სამშენებლო დარგში, არქიტექტურის დარგში ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს. ანუ ჩვენთან პროფესიონალი აშენებს თუ არა, შენობას ჩვენ არ ვიცით. არ არის არქიტექტურული და საინჟინრო პროფესიები რეგულირებული საქართველოში. შესაბამისად არ გაიცემა რაღაც სახელმწიფო სერტიფიკატი ან ლიცენზია ამ პროფესიონალებზე. რა თქმა უნდა, არა. ისევე როგორც ძალიან ბევრი პროფესია არ არის სერტიფიცირებული, რომელიც ასევე უსაფრთხოებასთან არის კავშირში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის და ძალიან საპასუხისმგებლო. დღევანდელ გადაცემაში მშენებლობის პროცესის მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს შევეხებთ. წლების განმავლობაში ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი ბინადმშენებლობის თემა, რა თქმა უნდა, ამით ასრულდება. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის თუნდაც გრუნტის საფუძვლიანი შესწავლა, რადგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს, სეისმომძგრადობა, რომელიც მინიმუმ 8 ბალზე უნდა იყოს გათვლილი. გარე და შიდა კომუნიკაცია, სადაც მცირე დაშვებულ შეცდომასაც შესაძლოა ძალიან დიდი საფრთხე მოყოს. და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც ბინადმშენებლობა მოიცავს და რაც ერთიანი წესებით არც რეგულირდება და არც კონტროლდება. ასე რომ სანამ რომელიმე ბინადმშენებლობაში თანხის შეტანას გადაწყებთ, თითოეული ეს საკითხი დეტალურად თავადვე უნდა გამოიკვლიოთ, რადგან ნებისმიერი არასასურველი შედეგის შემთხვევაში კანონი თქვენ ვერ დაგიცავთ და პასუხისმგებლობასაც დამტკიცის გარდა თავის თავზე არავინ არ.